საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. ვიწყებთ ჩვენს მორი პირდაპირ ჩართვას, ეს არის პლატფორმა მშობლის კიური. ჩვენს ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად მოგესალმებით გალტონო ირმა კიდევ ერთხელ. უღრმესი მადლობა ჩვენთან თანამშრომლობისთვის. შეიძლება ჩვენი მსმენელის ნაწილი უკვე კარგად გიცნობთ, არა მარტო ჩვენი პლატფორმიდან, იმიტომ რომ ვიცი რომ ისედაც ბევრ ბავშვთან მუშაობთ თქვენ და ოჯახთან და ვიცი რომ ისიც გადავნებენ ხოლმე თვალს და ხშირად ესე ვთქვათ მოკითხვებს ვაწყდებით ხოლმე კომენტარებში. ვინც არ გიცნობთ, მათ წარუდგენ თქვენ თავს კიდევ ერთხელ. ქალბატონი ირმა გახლავთ ნეონატოლოგი, განვითარების პედიატრი. მე გახლავთ თამთა სამიშვილი, ფსიქოლოგი, წარმოადგენ მაგ ჯორჯიას. ეს არის როგორც გითხარით პლატფორმა მშობლის კიური, რომელიც თუ საერთოდ პირველად მოხვდით დღეს ამ პლატფორმაზე, ალბათ მიხვდით რომ სათავიდან გამომდინარე პირველ რიგში მშობლებისთვის არის შექმნილი და ამ პლატფორმაზე ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, ხო? მათ შორის ერთ-ერთი ეს არის მსგავსი ტიპის პირდაპირ ჩართვები, რომლის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 1 საათი. ამ პირდაპირ ჩანაწერებს ვინახავთ, ისე რომ მოგვიანებით შეგიძლიათ მოусმინოთ, ან თქვენ ნაცნობ მეგობრებს გაუზიაროთ, ვისაც ფიქრობთ, რომ შეიძლება ესეთვის თემა იყოს საინტერესო და თემებსაც ვარჩევთ პირველ რიგში მშობლებისთვის, ანუ აქტუალურ თემებს. ახლა დღევანდელ თემას რაც შეეხება, ხედავ რომ პრინციპში შემოგვიერთნა მსმენელები, შეგვიძლია თემაზე პირდაპირ გადავიდეთ, ხო, ქალბატონ ირმა? თემას რაც შეეხება, დღეს ვისაუბრებთ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებზე. და ალბათ დამეთანხმებით, ახლა ვიცით რომ უმეტესობა მსმენელების მაინც მშობლები არიან და რაც არ უნდა მზრუნველი მშობლები ვიყოთ, რაც არ უნდა ყურადღებით ვიყოთ, არავინ არასდროს არ ვარ დაზღვეული სხვადასხვა უსიამოვნო გაუთვალისწინებელი სიტუაციებიდან და ამიტომ ის მინიმალური ცოდნა, რაც არასპეციალისტს, არაპროფესიონალს სჭირდება, ან მშობელს რაც სჭირდება, ყველას უნდა გაგვაჩნდეს და სწორედ აი ამაზე გვესაუბრება ქალბატონი ირმა. აქვე ვიტყვი რომ და დამეთანხმებით ალბათ ქალბატონი ირმა, რომ ის უსიამოვნო და გაუთვალისწინებელი სიტუაციები იმდენაირია და იმდენია, რომ შეიძლება თქვათ ყველაფერზე ალბათ ვერ მოვასწროთ საუბარი, მაგრამ რაც შეიძლება მეტი განვიხილოთ, ხო? აქვე მსმენელს ვეტყვი რომ ნებისმიერი კითხვა და კომენტარი რაც ექნებათ, შეუძლიათ რომ მოგწერონ და ჩვენ ფუნქცია ეს იქნება. ძირითადად ირმა ისაუბრებს, რა თქმა უნდა, მეც დიდი ინტერესით ვეძი ახლა მის მოსმენას და მე შევასრულებ ესეთ ფასილიტატორის ფუნქციას, სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კითხვებს ან კომენტარებს. შეგიძლიათ დავიწყოთ, ხო? კი, დავიწყოთ თამთა, იმიტომ რომ მოგესალმებით საღამომშვიდობის მშობლებო, სასიამოვნოა კვლავ ჩვენი შეხვედრა და ესე იგი მართლა თემა დიდია და ხანგრძლივი იქნებდა მოვასწროთ ის ძირეული საკითხები, რაც მინდა ვთქვათ დღეს თქვენ მოგაწოდოთ თუ არა და თუ გვექნება შემდგომ გაგრძელების საშუალება, დიდი სიამოვნებით კიდევ დაუთმობ ამ თემას დროს. და ძირითადად ახლა ჩვენთან როგორ არის, ხო, ვიცით რომ ესე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა თამთა მოულოდნელობით, ისეთი შემთხვევები, რომლებიც იწვევს ჩვენი ან ჩვენი გარშემოყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ესე იგი, როდესაც ეს ყველაფერი ესე იგი მოულოდნელი, რაც ჯანმრთელობას ეხება და განსაკუთრებით ბავშვებისას, რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი გაგხვდება ავად, ეს ყველა გვაშინებს თვითონ მშობელს, ბებიას, ბაბუას, ამ გარშემოყოფებს და ძალიან ძნელია ხოლმე ხანდახან რთული მიზეზის განსაზღვრა და არ ვიცით როგორი დახმარება აღმოუჩინო და ამა თუ იმ შემთხვევაში ბავშვს და იმ შემთხვევაშიც კი როდესაც უეცარი ავადმყოფობა განვითარდება და სპეციფიური რაღაცა და განსაკუთრებული კლინიკა ან სიმპტომები გამოვლინდება, მინდა რომ იცოდეთ, აი თავჯერებულად იცოდეთ და გაუწიოთ დახმარება გარშემოყოფებს და თქვენ ოჯახის წევრებს. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დახმარებას, სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და ამ ხანდახან არის ხოლმე სიტუაციები, რომ აი მშობლებს ეშინიათ, რომ პანიკა და შიში არის იმისა თამთა, რომ მოვიქეცით არასწორად, ვაი ვინძლოდ ავაზიანოთ, ხომ? სხვადასხვანაირად რეაგირებთ ამ სამედიცინო მდგომარეობებზე და ზოგიერთი შიშობს, რომ არ ჩაიდინოს ის ქმედება, რაც დააზიანებს პირიქით და არ გაუარესოს და ან დაზიანებული მდგომარეობა ისედაც. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გაუწიოთ მას დახმარება, იმიტომ რომ ხანდახან აი წამები წყვეტავს ხო სწორია სიტუაციას და
თან კიდე ცოდნა იმისა თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ გადაუდებელი მდგომარეობების დროს შეგვმატებს ჩვენ ძალას და სითამამებს და კარგად გავაკეთებთ ამას ყველაფერს. ეხლა ის საკითხები რომელიც მინდა გაგატაროთ ეს იქნება გადაცდენა მოწამლა კიდე ბავშვებში რა ვთქვა უეცარი ვთქვა შოკური მდგომარეობა აი პიროტექნიკით აი ხა დაზიანებული მალე გახდება აქტუალური ალბათ სამწუხაროდ ეს დეკემბრის და იანვრის დასაწყისი არ ჩაივლის ხომ კიდე უცხო სხეულით გადაცდენა რაც ძალიან გვაშინებს ტკივილის ფენომენი მუცლის ტკივილი თუ რა მოწამლა პირველი კითხვაც შემოვიდა აი მაგალითად მედიკამენტი თუ გადაყვება ბავშვი მოკლედ საკმაოდ ბევრია ეს სიტუაცია არის ხო კარგით, მოკეთ მივუყვეთ თანმიმდევრულად და აი მოწავლებზე რომ მივა და მედიკამენტებს აუცილებლად ვიტყვი და ამ თქვენ თმენელის კითხვასაც გავცემ პასუხს. ეხლა ყველაზე ძლიერ ხშირად რაც გვაქვს ხოლმე სამწუხაროდ სასუნდ გზებში მოხვედრილი უცხო საგანი. ეს შეიძლება იყოს ის ელემენტარული ვთქვათ თუ გინდათ ლობიოს მარცვალი ან სათამაშოს ნაწილი რომელსაც ბავშვი ან ყლაპავს ან ცხვირში აქვს მცდელობა რომ შეიდოს და მე ვეღარ ვიღებს ამას ან არა და დიდი ლუკმა ვთქვათ გადაცდენის შემთხვევაში ან ვაშლის ლუკმა განსაკუთრებით ძალიან საშიშია ხოლმე როდესაც ბავშვი მოგვიჭავს სტაფილო დიდი ზომის როდესაც ვერ ღეჭავს და ესე ყლაპავს ასეთ შემთხვევაში არ უნდა დავიბნეთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ყველა მიცით რომ უბედური შემთხვევები მომხდარა და სწორი რეაგირება და გამოუძახიათ სასტრაფო ამ დროს, ბავშვი წაუყვანიათ უახლოეს კლინიკაში, რამაც ძვირფასი წუთები და წამები გადაგვიწყვიტა და დაგვეგვიანა ასეთ შემთხვევაში არაფერს ისეც არ ვაკეთებ თამთა თუ ფიქრობთ რომ სასუნდ გზებში უცხო სხეული არის მოხვედრილი რომელიც ჰაერს არ ატარებს და ჰაერი ვიცით ცხვირიდან და პირისხუდიდან ჩადის ბავშვებშიც და მოზრდილებშიც ვაკეთებთ ჰეიმლიკის მანევრს ეს არის ასეთ მდგომარეობა როდესაც შემოვეჭდებით ცოტა მოზრდილ ბავშვს და გულმკერდის ქვემოთ, აი დაახლოებით კუჭის მიდამოებში შემოვარტყავთ ეს სარტყლისებურად ხელს და ერთი ხელით თუ ხედავთ ახლა მე მგონი ჩანვარ ხო თამთა აი ესეთ მდგომარეობაში უნდა დავარტყათ კუჭის დაახლოებით ზედა ნაწილს გულმკერდის ქვემოთ. ეს არის მოზრდილ ბავშვებში და მოზრდილებში, დიდებში. ეხლა რაც შეეხება პატარებში, თუ ჩვილი ბავშვი არის, ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ჩვილი ბავშვი უნდა გადავიწვინოთ კლავზე, დაზარალებულად, აი ესეთ რომ ვინც არ დაზარალებულნა გადავიწვინოთ კლავზე და წინა მხრით უნდა ესე იგი თავი აქვს გადაკიდებული და დაბლა უნდა ქონდეს თავი ჩაკიდებული და მეორე გაშლილი ხელის გულით, ფუძით 4-ჯერ 5-ჯერ საშუალო ძალით ვარტყავთ ბეჭებს შორის ზურგზე. ეხლა უყურეთ ეს მდგომარეობა გრძელდება იქამდე სანამ ბავშვი არ წამოისვრის იმ საგანს რაც აქვს გადაყვანილი. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე სიტუაცია რომ ბავშვი ამ დროს სუნთქვით მოძრაო აქცაც ვერ ასრულებს და ხანდახან არის ხოლმე რომ გულიც არის გაჩერებული. ასეთ შემთხვევაში ისევ ვაბრუნებთ ბავშვს და ორი თითით, ნუ ჩულზე გვაქვს ლაპარაკი, კერდის ძვალზე ვაკეთებთ ბიძგისებურ მოძრაობას, დაახლოებით 5-ჯერ. ისე რომ კერდის ძვალი, ძუძუს დროილების შემაერთებელი ადგილი, ალბათ გვექნება დრო და მე მინდა გულის არაპირდაპირი მასაჟიც ვაჩვენო მშობლებს, როგორ კეთდება. მაგრამ ორი სიტყვით გეუბნებით, რომ ძუძუს დროილების შემაერთებელ ადგილზე და კერდის ძვალი, ყველა ვიცით სად არის, შუაში ხდება ორი თითით ჩვილებში დაახლოებით 1.5 სანტიმეტრით ძვლის ჩაზნექა, მაგრად ვაწვევით და ამ შემთხვევაში აღდგება გულის გულის მუშაობა. ესე იგი თუ ბავშვი, ეს არის რაც შეეხება გული, მაგრამ თუ ბავშვი არ სუნთქავს ამ შემთხვევაში, ისევ ჩავბერავთ, პირში ჩავბერავთ ორჯერ მაინც და გადმოვაბრუნებთ, კიდევ ვიწყებთ ბეჭებზე ბავშვის ბეჭებზე დარტყმას, რომ როგორმე წამოაგდოს
ეს საგანი, იმიტომ რომ ესე იგი გულმკერდი ამ შემთხვევაში რა ხდება? ზურგზე დატყმის მერე გულმკერდის შეკუმშვა ხდება და ამ წნევით ამოვარდება ეს ცლომილი ნერვის გაღიზიანდება, ეხლა ძალიან არ გავაღმავებ, მშობლებს არ გადავტვირთავ, რომელიც ნერვის მოქმედების შედეგად ფილტვის ქსოვილი შეიკუმშება და ეს წამოაგდებს ეს ჰაერის ტალღა ამ უცხოს ხელს. ეხლა ეს არის ჰეიმლიკის ან ჰეიმლიხის მეთოდი, შეიძლება სხვა ლიტერატურაში სხვანაირად ნახო მშობლება, ერთ და იგივეა. ანუ მინდა უთხრა მშობლებს, რომ არ უნდა დაიგნეთ არავითარი, ესე იგი შეშფოთება, არავითარი სასტრაფოს გამოძახება და რაღაც პირველი რასაც ვაკეთებთ, აი ასე ვიქცევით. ეხლა ხანდახან გვეტყვის ხოლმე მშობელი, რომ მე ვხედავ ამ საგანს ამთა მაგალითად და შემილია პირიდან გამოვიყო. არის ისეთი დიდი ზომის ისა რომ ვთქვათ საგანი, ეს სათამაშოა თუ კიდათ იგივე ვთქვათ ვაშლის ან სტაფილოს როგორც გითხარით, ახლა ამ ვაშს და სტაფილოს იმეორებ, იმიტომ რომ ძირითადად შევხვედრია ეს ექიმებს და ხშირად ხდება, ძალიან ხშირად ხოდრია ეს სიტუაცია თუ დიდი მასას თქვენ ხედავთ რომ პირის ღრუში არის თქვენ შეგეძლიათ გაუღოთ ბავშვს ნუ ღისედაც ღია აქვს ბავშვ პირი აი რკალისებური მოძრაობით შეგიძლიათ გამოიღოთ ეს მაგრამ თუ საგანი პატარაა არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამას დროს ვკარგავთ არც ცხვირში პინცეტის შეყოფა და ბავშვის რაღაცა ვთქვათ ამ ძივის ან ლობიოზი ან რაღაცა სათამაშოს გამოღება ამას არ ვაკეთებთ იმიტომ რომ ეს არის დროის კარგვა პირიქით უცხოს სხეული გადაადგილდება ზემოთ და სასუნთქსებში ესე იგი აი ამ შემთხვევაში პატარა და დიდის ასე ვთქვათ რამენერად უფრო განსაზღვრა რა მაინც რა ზომაზე ვაპარაკებთ. დიახ, აი მაგალითად თქვენ რას როგორ ვაკეთებთ, ხო? ვის როგორ ვუკეთებთ, ხო? აი ზომა ვიკითხე, საგნის ზომა ვთქვათ. საგნის ზომა, ეს პირის ღრუში ხანდახან ძალიან კარგად ჩანს ის დიდი ზომის საგანი, რომელიც გაჩღერილია. და შეგვიძლია ამ დიდი ზომი, თუ გინდათ ორი თითით, ახლა წარმოიდგინეთ, რომ გადაცვამის შემთხვევაში შეგიძლია, რომ ეს ამოიღო და გაანთავისუფლო. მაგრამ თუ უკვე თითქმის აი განაპირი ჩანს რაღაცა უცხოს სხეულის, იმას დავანებებთ თავს, როგორც ეწამში ხდება შეფასება და იმ წუთში დავიწყებთ ზურგში და ვთქვათ, ესე იგი ჩარტყმას. თუ ბავშვი უკვე მოზრდილია და ახლა 4-5 წლის ასაკიდან შეგვიძლია ეს ჰეიმლიკის მეთოდი აი ესეთი შემორტყმით გავაკეთოთ. მაგრამ ამას დაიმახსოვრეთ მშობლებო, მინდა გითხრათ, რომ თუ დიდი წონის ადამიანია, ხანდახან დიდი წონი ნიშნავს, რომ შეიძლება გარშემოწერილობა ვეღარ შემოვდოთ ხელი, ან არადა ცხიმოვანი ქსოვილი ისი არის, თქოთ დიდი რა ის არის გასქელებული ცხიმოვანი ქსოვილი, რომ ვერ ხდება აი ამ ჰეიმლიკის მანევრის ჩატარება. ამ შემთხვევაში არის ან ორსული შემთხვევაში განსაკუთრებით არაფრით არ შეიძლება ეს შემორტყმა, იმიტომ რომ ბავშვის თავი ვიცით რომ ზემოთ არის და მხოლოდ შობიარობის კვირაში ჩადის, ხო, ნელ-ნელა ბოლო ორ კვირაში ჩადის ბრუნდება ბავშვი. ანუ წარმოიდგინეთ რომ აქ ბავშვის თავია და დავაზიანებთ ამ ჩვენი მანევრით. ამიტომ აუცილებლად ზურგის მეთოდს ხმარობთ, აი ესე ზურგში ჩარტყმის მეთოდს. ან არადა ხანდახან შეიძლება რომ თუ რაღაც არ გამოგდის, აი გულმკერდის ყაფაზე, ანუ ამ მკერდის ძვალზე დავარტყათ. ესეც შეიძლება გამოვიყენოთ თამთა, როდესაც აი ესეთი გადაუდებელი შემთხვევაა. ეხლა მოკლედ სწრაფი ბიძგები უნდა გავაკეთოთ, რომ მოხდეს ამ ცთომილი ნერვის გაღიზიანება და მან უკვე ნევრმა გააღიზიანოს ფილტვი და ტრაქეა და სასუნთქი გზა. მეორე ცოტა ჩქარავ საუბრობ, რომ მინდა ბევრი მოვასწრო და თუ რაღაცა გაუგებარია და არ გაუკვეველი გამაჩერებია. თუ არა და ჩვენი მსმენელიც ალბათ დიახ, გამაჩერებს, დიახ. მგონი ეს გასაგებია. ეხლა თქვენ თქმის არ იყოს, მართლა ახლოვდება ეს ახალი წელი და ეს ზეიმის სიხარული, მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან გვაქვს ხოლმე არასასიამოვნო შემთხვევები და ზიანდება სტატისტიკურად თურმე 12 წლამდე ასაკის ბავშვები და მოხუცებულები, რატომღაც არ ვიცი ალბათ რომ აი თქვა ეხმარებიან ბაბუები ამ აფეთქებაში და რაღაცა ტექნიკა ტექნიკურად ალბათ ვერ ახერხებენ თუ რატო ხდება არ ვიცით, მაგრამ სწორედ უბედური შემთხვევა ამ ასაკში ფიქსირდება.
ეხლა ამ რისკების თავიდან შემცირებისათვის რა თქმა უნდა აუცილებელია ამაზე დროს არ გავაცდენ უსაფრთხოების წესების დაცვა და ცოდნა თუ როგორ უნდა ამის აფეთქება, მაგრამ ჩვენ რაც მინდა რომ გითხრათ და ვიცოდეთ რომ როგორ მოვეხმაროთ სამედიცინო დახმარება მყისიერი როგორ აღმოუჩინოთ ბავშვებს ან უფროსებს. ეს აფეთქება ძირითადად არის ორი მექანიკური დაზიანება, მაგრამ ორ სხვადასხვა პრობლემას წარმოქმნის. ეს არის როგორც ქსოვილის მექანიკური დაზიანება, ხო? დაზიანდა, თქვათ, ან ქსოვილის ფლიანობა დაირღვა, ან მოძრა, ხო, არის ხოლმე გვსვენია, რომ აი თითი წააცალა და რაღაცა ასეთი და მეორე არის დამწრობა. აფეთქებას მოყვება დამწრობა. ესე იგი, როგორც წესი, მსგავსად ჭრილობისა და ჭრილობის დამუშავებაზეც მინდა რომ მოვასწროთ, უბრალოდ გაკერვა აქა და სტრუქტურის დარღვევა, კანის სტრუქტურის აღდგენა ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი ხანდახან და ისე შორსწასულ შემთხვევაში ხშირად ამ ქსოვლის აღდგენის სხვა ოპერაცია კეთდება ხოლმე და ხანდახან ერთი წელიც კი გაიწელება ხოლმე სამწუხაროდ ეს მკურნალობა გაგიგიათ ალბათ რომ კანის გადანერგვა გაკეთდა ან რაღაცა თქვა ბარძაყის ქსოვილი გადაუნადგეს და აი ასეთი სამწუხარო ამბებიც არის, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ, რომ თვით მკურნალობა თამთა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ანუ ჩვენ თვითონ მოდირა ჭრილობას მივხედოთ და არ უნდა არაფერი, იმიტომ რომ ეს არ არის როგორც კანის ნახეთქი. ან რამდენიმე ნახეთქი, როდესაც დაზიანდა ხელი თუ აი ლოყა თუ რაღაცა მკლავი, ხო? წარმოიდგინეთ ახლა როგორ შევატაროთ. აი წარმოიდგინეთ რაღაცა მუქი, თქვათ შავი პარკი, რომელიც რაღაცა თქვათ საჩუქრებით არის ავსებული და ძლიერად დავარტყით ამ პარკს. და მივიღეთ პარკის გარღვევა, ხო? დავინახეთ, რომ პარკი გაიხა. და ჩვენ იმის იქით აღარ ვიყურებით შიგნი რა დაზიანდა. აი ზუსტად იგივე არის ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ კანის ფლიანობა დაირღვა, მაგრამ მის ქვემოთ მდებარე კუნთები, ძვლები, ხანდახან სამწუხაროდ რამდენიმე ძვალიც ერთად ყველგან ესე ქსოვილის დაზიანება არის და ეს ძვლების მოტეხილობაც ყიდავს. იმიტომ ვიცახი, რომ ეს მექანიკური ეს არის დაზიანება, რომელიც რამდენიმე საფეხურს მოიცავს. ეხლა რომ ანუ აუცილებლად უნდა მიმართონ აუცილებლად ხო ეს აუცილებლად უნდა მიმართოთ, მაგრამ ეხლა სანამ საავადმყოფოში მივა დაუშვებელია რაღაცა ეს ჩვენი ხალხური მეთოდების გამოყენება, ანუ რო ვიცით ხოლმე მოდით კბილის პასტა დავადოთ, ყინულის გროვა, მაწონი, რა ვიცი კიდე რა ვიცით ხოლმე, ან რაღაცა მალამუს წაუსვამთ გადავახოთ, ესეთი არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. აუცილებელია თუ სისხლდენია ჭრილობა, სისხლის შეჩერება, თუ დამწრობა არის, მარტო მაშინ წვის პროცესის შეჩერება. რასაც მივახცევთ, ჩვეულებრივ გამდინარე წყლის, ან ოთახის ტემპერატურას წყალი, ან კანის წყალი არ აუშავს, ახლა თბილი არ უნდა იყოს. ჭრილობის ჩამორეცხვა და სითბური მექანიზმის გადანაწილება არ უნდა მოვახდინოთ შიდა ქსოვილებში, იმიტომ რომ კანი რამდენიმე ქსოვილისგან, ფენისგან შედგება, თუ მოხდა ერთი და მეორე ფენის და სითბური დაზიანება, ენერგია მიდის, ხო? ხوارსადან მიდის, გადაადგილდება ენერგია და ამ სითბური ენერგია გვიზიანებს სხვა ქსოვილს. ამიტომ ეს ენერგია, სითბური ენერგია უნდა გავანეიტრალოთ, ასე ვთქვათ, უფრო ცივი მასით, ეს ცივი მასა არის წყალი, რომელთაც ჩვენ პირველ რიგში ესა დავაზიანებთ ამ დამწვარ ადგილს. ეხლა თუ მიკრული არის ტანსაცმელი, მაგალითად სხეულზე ძალდატანებით არ უნდა მოვაშოროთ, იმიტომ რომ ეს კიდე დროს დაგვაკარგინებს. პირველი რაც არ უნდა გავაკეთოთ, ესე იგი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის სტერილური საფენის დადება, თუ მარტო დამწრობა არის და რა თქმა უნდა გადაყვანა სპეციალურ განყოფილებაში, ან პირველივე ქირურგიულ კლინიკაში. თუ სისხლდენა ხდება, სისხლდენაზე კიდე ვისაუბრებთ, უნდა გამოვიყენოთ ლახტის დადება და სისხლდენის შეჩერება.
ეხლა განსაკუთრებით ძალიან საშიშია პიროტექნიკით დაზიანების დროს ნებისმიერი სახის სისხლდენა შეიძლება განვითარდეს, ეს არის არტერიული, ვენური, განსაკუთრებით საშიში არის არტერიული სისხლდენა. როდესაც ეს სისხლდენა გამოირჩევა, იმიტომ რომ დიდი სიჩქარით იღვრება, უფრო ალისფერი არის სისხლი, უფრო წითელი შეფერილობის არის და ძლიერი ნაკადით მოედინება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ამ ლახტის დადების წესი და აქვე გასწავლეთ ამ ლახტის დადებას. სასურველია რომ ლახტი დაიდოს ჭრილობიდან 2 სანტიმეტრით ზემოთ. ჩვეულებრივი ლახტი არის სამედიცინო ლახტი, ან შეიძლება ჩვეულებრივი ქამარი, ან რეზინა. ოღონ ეს მდგომარეობა ხანდახან უნდა გაკონტროლდეს, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა კეტავს მასიურად, კეტავს სიძარღვებს, რითაც იკვებება დანარჩენი ქსოვილი. რო არ მოხდეს ქსოვილის ყდომა, გააჩნია ახლა ლახტს რამდენი ხანი ვადებთ, თუ ვამჩნევთ რომ ხდება ციანოზური, ანუ ლურჯი შეფერილობის ქსოვილი, პერიოდულად ლახტის აშვება ხდება და გადაადგილება კიდე 1 სანტიმეტრით ზემოთ, რომ სისხლმა მოძრაობა დაიწყოს. რა თქმა უნდა, სისხლი ცოტა გამოვა, მაგრამ არ არის ეს საშიში. კიდურის სხვა ფალანგებში თქვათ, ხო, თქვათ სხვა ქსოვილის ნაწილში. აქვე ახლა რახან ამ მასე ვართ ამ სისხლდენაზე პირველადი დახმარება სისხლდენის დროს ეს არის პირველი, ეს არა დამუშავება, მეგობრებო, არამედ სისხლის შეჩერება. ანუ სისხლის შეჩერება, როგორც თქვით, არის ამ მეთოდით, ლახტს დავადებთ, მაგრამ არის ესეთი ადგილები, რომ თქვათ ვერაფერ ვერ დავადებთ ლახტს, აი მაგალითად რა, თქვათ მუცლის ღრუ, ხო, სად დავადებთ, ან გულმკერდის ღრუ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რომ უშუალოდ ხელის ზეწოლით. ხელის ქვეშ კარგია თუ დავდებთ სტერილურ საფენს, აი რამე საფენი, სუფთა მარლა ან ვინტი და დავაწვეთ ხელზე, ხელის გულით ისე რომ არ მოხდეს ეს ჰაერის შესვლა, ხო, ქსოვილსა და ამის შორის ეს ჭიდრო ზეწოლა უნდა მოხდეს, ისე რომ ჩვენ თვალსა და ხელშუა ეს ნაჭერი გვისველდება, რა თქმა უნდა ბინტი, მაგრამ სისხლდენა წყდება. თუ თქვათ გვაქვს საშუალება და შეგვიძლია ჩავანაცვლოთ, კარგია წამიერად ხსნით ისევ ხელს და ვანაცვლებთ რამე სტერილურ ნაჭერს. თუ არა გვაქვს სტერილური ნაჭერი, რა თქმა უნდა დროს არ ვხარჯავ, რასაც ვიპოვით ხელთ, იმას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ვაიმე ხო არა არის ტერმინები ესეთი მოსაზრებები, ვაიმე ბინძური ნაჭერს ხო არ დავადებ და ეს ხო ჭრილობაა და აღარ არის მეგობრებო, იმიტომ რომ 5 წუთი შეიძლება აღარ იყოს სიცოცხლე, ხო? იმიტომ რომ ის იყოს არტერიული სისხლდენა და დაიცალოს ბავშვია თუ ადამიანი სისხლისგან. ამიტომ ჭრილობის დაინფიცირება ეს უკვე სხვა მეორე ეტაპია და ამას რა თქმა უნდა მოევლება. მთავარია ჩვენთვის რომ სისხლი შეწყდეს, სისხლდენა შეწყდეს, ხო? ეხლა აი თქვათ მუცლის ღრუს შემთხვევებში, აი ალბათ თამთა ბევრს უნახია ფილმები, რომ აი ესეთი გადიოდა ხოლმე სასტრაფოზე ფილმები, რომ თქვათ მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა და ვიღაცა ზემოდან დაადგება, ან საკაცით ზემოდან იქამდე სასტრაფომდე მიყვება ხოლმე ისე, რომ 2 ხელი აქვს ჭრილობაზე მუცელზე დადებული და სამაგეროდ გადარჩენილი აქვს ადამიანი. ან არა და ხშირად არის ხოლმე, რომ ეს სამწუხაროდ აი ესეთი ამბავი საძილი არტერია, რომელიც ვიცით ხო, ყბის ქვეშ არის მოთავსებული. და აქ არის როგორც არტერია, ასევე ვენა და ჩვენ თქვათ სიკვდილით გება მყისიერეთ თუ დაზიანდა ეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამას დავინახავთ, შევაჩერებთ სისხლდენას, აი ასეთ მდგომარეობაში 9 საათიც კი შეგვიძლია მანქანა გავაჩეროთ, ჩავიყვანოთ პაციენტი თუ დაზარალებული და ქირურგის საოპერაციო და აი ესეთ მდგომარეობაში შევიყვანოთ და ვინც ეს იცის ის ელემენტარული რომ აი რა გავაკეთო, აი მე სასტრაფო გამოვიწახო არა, მაგრამ აი ამ მდგომარეობით შეუყვანია ქირურგიულ განყოფილებაში, ის გადაურჩენია ის ადამიანი. ეს არის თქვათ რაც შეეხება სისხლის შეჩერებას, მაგრამ აი ის რომ დავაზუსტოთ, აი დამწრობაზე სანამ შემდეგზე გადავალთ, ამ ტანსაცმელს, ესე იგი ამ ტანისამოს ვანებებთ, ხო, თავს დამწრობის. ხო, ხანდახან ესე იგი არის ხოლმე, მაგალითად რომ ხელოვნური არის ეს ტანსაცმელი, ხო არის ხო თქვათ ხელოვნური. ამ შემთხვევაში ამ ხელოვნურის
ჩაწვა ძალიან მალე ხდება, თამთა ვერ ვასწრებ და ყისერად წარმოიდგინეთ ახლა ესეთი როგორ გითხრათ, ესეთი ლაბადა როგეცვა, ასე ვთქვათ, ცელოფან შერეული ხო არის ესეთი ვთქვათ პრიალა ან რაღაცა, იმას სანამ გაიხდი უკვე აალებულია და ზოგ შემთხვევაში ხდება ხოლმე იმის მიკვრა კანთან და შეზრდა კანში და ნუ ეს ქიმიური ნივთიერება პლასმასი როგორც წესი, თქვა პლასტიკატი ხდება და შეეზრდება კანს. ამ შემთხვევაში თქვა ტანსაცმლიანა შეგვიძლია დრო არ დავხარჯოთ. უცებ ხა თუ დიდი კურთუკი აცვია, რომელიც ძალდება, იმ კურთუკის გახდას ვასწრებთ, ხო? თუ რაღაცა თხელი აცვია და ვერ ვასწრებთ გადახდას, აღარ ვაკეთებთ, დროს არ ვხარჯოთ. ეგრევე ბავშვს ავიტაცებთ ხელში თუ მოზრდილ ადამიანს და აბაზანაში შევყავთ და შეგვიძლია ცივი დუში მიუჩვათ თავის ტანსაცმლიანა გესმით და მე ეს სითბური რო არ გადანაწილს, მხოლოდ მე მოვახდინოთ თუ ვასწრებთ. თუ შემთხვევებია, როგორც გითხარით, ეს პლასტიკატია და თითქმის დაადნა ასე ბჭყალებში სამწუხაროდ ქსოვილს და შეეზარდა, ამას უკვე ჩვენ ვერაფერს ვერ ვუზამ, ამას ქირურგიული გზით მე კანის მოკვეთა ხდება ხოლმე და შემდგომ ნუ გადანერგვაზე ან თუ არის საჭირო გააკეთო. სანამ შემდეგზე გადავალთ, ქალბატონო ირმა, თქვენ ახლა ახსენეთ ხო ეს სამედიცინო ლახტი და შეიძლება ვინმე თქვას რომ თუ არ მაქვს ეს ლახტი, რას ვაკეთებ და ალბათ თუ გნებავთ ახლა თუ გნებავთ ბოლოს მაინც ისიც განვიხილოთ ხო რა არის რაც უნდა გქონდეს ალბათ სახლში ან სადმე მივემგზავრებით. დიახ, კარგი კითხვა ისა თამთა დიახ როგორც წესი ასე მედიკები უძახით ხოლმე ეგრეთ წოდებულ სამედიცინო ჩანთას, რომელიც ახლა ჩანთა არ არის აუცილებელი, შეიძლება ეს ყუთიც იყოს ხო ან უჯრაც იყოს, სადაც უნდა გაჩნდეს ის აუცილებელი ნივთები, რაც გჭირდება ოჯახისთვის და განსაკუთრებით ბავშვისთვის. აი ნელა-ნელა ეს ჩვენი ყუთი მოდით ასე სამედიცინო ჩანთა შევავსოთ. პირველი არის თქვა იგივე ლახტი, ხო? თუ გვაქვს საშუალება შევიძენთ ამ ლახტს, თუ არ გვაქვს საშუალება, შეგვიძლია ნებისმიერი რეზინა, ნებისმიერი ქამარი, სარტყელი რაღაცა, შეგვიძლია ტყავის არი თუ ნაჭრის გამოვიყვანოთ ლახტად. მეორე, როგორც გითხარით, უკვე ვთქვით, ეს არის სტერილური ბინტები, ასტერილური დაჭრილი ხელსახოცები, რომლებიც სხვადასხვა ზომების მიხედვით იყიდება აფთიაქებში და ჭირდება ხოლმე განსაკუთრებით ბავშვის პატრონებს, როდესაც აი მცირე პატარა ჭრილობა შეიძლება ამოვიღოთ უცებ ქაღალდიდან გავხიოთ, ამოვიღოთ და სტერილურად დავაფაროთ, ანუ ის რომ გავჭრათ ბინტი და აბა დავკეცოთ და რაღაც ეს აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ეს გამზადებულია. ეს გაჩნდა უკვე აი ორი რაღაცა, რაც შეგვიძლია ჩავდოთ. მესამეს ახავე მოგახსენებთ, ეს არის წყალბადის ზეჟანგი, ეგრეთ წოდებული ხალხურად პერეკისი, რომელსაც ხმარობ, ეს არის აუცილებლად 3%-იანი და ყველა ოჯახში დევს ეს და ყველა მიცის. ეს არის ის საშუალება, რითაც ვამუშავებ ჭრილობას და არავითარ შემთხვევაში მეგობრებო, არ უსვამთ ჭრილობას, არც იოდს, არც ბეტადის და არც სპირტს, ხომ? ეს შეგვიძლია მოусვათ მხოლოდ და მხოლოდ ჭრილობის გარშემო, იმიტომ რომ მოუწმინდოთ ის კანი და აღარ მოხდეს ჭრილობის გარშემო, ჭრილობის დაბინძურება გარშემო არსებული ბაქტერიებით. ანუ აი გარედან დამუშავდება და თვითონ ჭრილობაზე არ შეშეკეშინდეთ და თამამად შეგვიძლია თქვათ გააჩნია ჭრილობას ნახევარი ბოთლი ეს წყალბადის ზეჟანგიც კი დავასხათ ზე და მე სწორედ აი ამ სტერილური ბინტებით რომელიც გითხარით უკვე რო გვაქვს ხელთ იმას დავაფარებთ ეგ არის ჩვენი პირველადი დახმარება მეც ჩვენ არაფერს არ ვაკეთებ ოღონდ პირველ რიგში როგორც ვთქვით ვიმეორებ რომ ვაჩერებთ სისხლდენას და მხოლოდ შემდგომ ვამუშავებთ ჭრილობას. კარგი? ანუ პირველად თუ არის მასიური სისხლდენა დავადე ლახტი და მერე უკვე მივხედე ჭრილობას და არა პირიქით. და აი ჭრილობაზე კიდევ ანუ ბინტი ხო და არა ბამბა. მე მგონი ესეც დიახ. აი კარგია რომ მითხარით, იმიტომ რომ იცით, ჩვეულებრივ მექანიკური ამბავია, რომ ამ ეს ბამბა როგორც კი გახმება ეს სისხლი და ყველას ქონია ალბათ უამისოდ არც ერთი არ გავსტილოთ განსაკუთრებით ბავშვები, როგორ ტკივნეულად გადააქვთ შემდგომ ბამბის აწრობა. მხოლოდ ამ მოსაზრებით თამთა, მაგრამ თუ რა თქმა უნდა არაფერი არ აქვს ახლა და სტერილური ბამბა მაქვს და აგერ ჭუჭყიანი ნაჭერი, ისევ იმ სტერილურ ბამბას დავადებ, რა თქმა უნდა, რომელსაც მე ისევე ქირურგი სპეციალური ხსნარით ან ისევე წყალბადის ზეჟანგით სახში შეგიძლიათ გააკეთოთ, დაალბობთ ამ ბამბას და მოვარდება. ანუ ძალისმიერად არ ვიზამთ, იმიტომ რომ აუცილებლად სისხლდენას გამოვიწვევთ. კარგით, ეს არის კიდე
ამ ჩვეყუთში უკვე გაგვიჩნდა ეს წყალბადის ზეჟანგი. ეხა შემდგომი რაც უნდა ვთქვათ, ეხა რაღაც ჭრილობებზე ვართ, აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ ტეტანუსი გაკეთებული თუ აქვს თუ არა ბავშვს. როგორც წესი გააჩნია ეხა ბავშვის ასაკს. ეს ტეტანუსი ზოგ ლიტერატურაში ნახავთ, რომ 5, ზოგ ლიტერატურაში 4. ნუ უპრიანია, რომ 4 წლის ვადაში კონდეს გაკეთებული. ეხა თუ პატარა 4 წლამდე არის, მას არ მივარბენიებთ და ტეტანუსის ვაქცინას არ უკეთებთ. იმიტომ რომ პირველი წლის განმავლობაში სამჯერ უკეთდება ტეტანუსი, თუ გახსოვთ დაცემის კალენდარი მშობლებო და მერე უკვე წინახევრის ასაკში კეთდება კვლავ განმეორებითი ტეტანუსი, მერე უკვე მე-5 წელს უკეთდება, აი ვისაც ყავთ ამხელა ბავშვები, კი იცით უკვე რომ გაგიკეთებიათ განმეორებითი ვაქცინაცია. ანუ აი ამ პერიოდში როგორც წესი ბავშვს აღარ ჭირდება იმუნიზაცია, მაგრამ 10 წლის ბავშვს რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა გაუკეთდეს და 8 წლიდან თუ გეგმიურად კალენდარი შესრულებულია, თამთა 8 წლამდე ბავშვი ანუ ვაქცინირებულ ბავშვზე ვიწახი ამაზე, დაცულია იმისგან, რომ მას ტეტანუსის ჩხირი, რომელიც ძალიან საშიშია, არის მიწაში ეს ტეტანუსის ჩხირი და მძიმე დაავადებას გვაძლევს. და არის ჟანგში, ესეც ძალიან საშიშია. ამიტომ თუ ხდება დაბინძურება აი ამ ორი ნივთიერებით განსაკუთრებით საყურადღებოა და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს ვაქცინაცია. ნუ დიდებზე აუცილებლად კეთდება ეს ვაქცინა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე აღარ გვიკეთდება ეს ტეტანუსი და თუ რაღაცა დიდი ჭრილობა გვაქვს, აუცილებლად მივდივართ და ვიკეთებთ. საბედნიეროდ იყიდება, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც შეიძინოთ ეს ტეტანუსის ვაქცინა და მხარში კეთდება. ეხლა კიდე რა მინდა ამ ჭრილობის გარშემო მე ვფიქრობ, ხა ჭრილობაზე ამოწურეთ, თუ რამე კითხვა არ არის თამთა გადავალ კიდევ იცით რა დამწრობაზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ რა სახის დამწრობები არის, უცებ ამასაც გეტყვით და კიდე გეტყვით, აი თქვათ, რა შეიძლება გაჩნდეს ჩვენ სამედიცინო ყუთში, როდესაც თქვათ სამედიცინო ჩანთაში, როდესაც აი თქვათ პირველი ხარისხის დამწრობა არის. ეხლა დამწრობა არა მარტო ასაფეთქებელი ნივთიერებით არის, იცით რომ ქიმიკატებით, მზის დამწრობა შეიძლება იყოს ცხელი საგნით დამწრობა, ხო, სხვადასხვა დამწრობის სახე არის და არის 4 ხარისხის. ეხლა პირველი ხარისხის დამწრობის დროს მეგობრებო, ეს ყველას გქონია, მხოლოდ ციტილე გვაქვს ხოლმე, რომელიც რა თქმა უნდა მტკივნეულია, იმიტომ რომ ქსოვილი საკმაოდ ზიანდება. ეს არ იწვევს გართულებას და შეიძლება სახლის პირობებში განიკურნოს. ნუ როგორც პირველი, რასაც ვაკეთებთ, აუცილებლად ისევ ცივს შევუშვერთ. სიამოვნებს ხოლმე, ზოგმა იცის მე კბილის პასტის წასმა ისევ პირველ ხარისხზე. აი მაწონის წასმა, ეს მაწონი რა არის, უბრალოდ გრილია და ცოტა დიდხანს ინარჩუნებს იმ სიგრელეს. ძალიან კარგია თუ გვაქვს ხოლმე, ხა ეს სამედიცინო ჩანთაში ვერ ჩავდებთ, მაგრამ შეგვიძლია ესეთი ელემენტარული რაღაცა გავაკეთოთ, რომ პატარა ყინულის ტომსიკები გავაკეთოთ. ან არა და ერთჯერადი ხელთათმანები მშობლებო, რომელიც თქვათ შეგვიძლია სხვადასხვა რაოდენობის წყლით გავავსოთ. აი ან თითების სათითურებით აკეთებს ზოგი და საყინულეში გვაქვს სულ რომ გამოვიღეთ თქვათ ერთჯერადი ხელთათმანი, რომელიც თქვათ ხელი ზომა წარმოიდგინეთ და ამ დამწვარ ხელზე მთლიანად დავადეთ თამთა აი ასე და აბსოლუტურად მეორდება და მოიცავს იმ ფალანგების ზომას და ძალიან კარგია ეს არის შემთხვევა, როდესაც თქვათ პატარა გვყავს და აბსოლუტურად მოიცავს იმ ფარts. ეხლა თუ არის მეორე ხარისხის დამწრობა, ამ დროს ჩდება ხოლმე ესე სითხის ბუშტუკები. ეს ყველა მსგვანახი გვაქვს სამწუხაროდ და ხანდახან არის ხოლმე რომ ესეც მოგვსვლია. მესამე ხარისხის დამწრობა საკმაოდ რთული დამწრობა არის, უკვე ყრივი ქსოვილი ყალიბდება, მოყავისფრო ფერი არის, რაღაც უბნებზე ესე გრძნობელობა გამქრალია, ეხელი რომ დაადოთ დამწრობის გარშემო. ანუ ნერვის გდომა იცი ხდება, არა მარტო როგორც ვთქვით, ხო, იმ ზედა ფენების, არამედ კანის ქვედა ფენები და კუნთებიც ზიანდება, ზოგი როგორც გითხარით, ძულებდეც კი არის ხოლმე დასული.
და არის კიდე მეოთხე ხარისხის დამწრობა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაა და რა თქმა უნდა, მესამე და მეოთხე დაუყოვნებლივ მოითხოვს კლინიკაში გადაყვანას. ეხლა მეორე ხარისხის დამწრობას ხანდახან ჩვენ თვითონაც ვერევით, ხო? ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ ბუშტუკების გახეთქვა ხელოვნურად თქვენ არ ეცადოთ. ის ბუშტუკი თავის დროს მოჭამს, ეგრეთ წოდებულ, ასე ვიტყვი, და გასკდება აუცილებლად. აი, როგორც კი გასკდება თამთა, მე მას უკვე უნდა შევხედოთ როგორც ჭრილობას. ხო, ჩვეულებრივ კანის თვლიანობაა დარღვეული და უკვე გამსკვდარია და როგორც თქვით, უკვე ჭრილობას ვამუშავებთ წყალბადის ზეჟანგით და სტერილური საფენს ვაძებთ. ჩვენ მეც არაფერს არ ვაკეთებთ. თუ ხედავთ, რომ სიღრმისეულია, თუ ხედავთ, რომ დიდფარცი არის, ან და ძალიან ალისფერი არის, ხო, ჰიპერემიულია ძალიან, ანუ წითელია ქსოვილი, მაშინ მეორე ხარისხის დამწრობის დროსაც აუცილებლად მიმართავთ ექიმს. ეხლა მინდა გითხრათ, რომ თქვათ, თქვენ სამედიცინო ჩანთაში შეგვიძლია გავაჩინოთ ვერცხლის მალამო სხვადასხვა დასახელებით, არის თქვათ არგოსულფანი, ასეთი დასახელებითაც, რომელიც შეგიძლიათ თქვენ გქონდეთ ამ სამედიცინო ჩანთაში, ან მაცივარში ინახება კიდე უფრო სასიამოვნოა, როდესაც პირველი ხარისხის დამწრობის დროს, როდესაც უკვე იმ პროცედურას მოვითავებთ, რასაც ქვია ცივის დადება ან წყლის ჭავლის მიშვება, დაახლოებით 20 წუთი. ან თუ ვიტყვით რა ხარო ბავშვს გაეყინა ხელი, კი რა თქმა უნდა გაეყინა. აი ამასთან დაკავშირებითაც მინდოდა დაზუსტება აქ ავტონელია. ეს წყლის ჭავლი შეიძლება ძალიან მარტივ აჭრას, მაგრამ რეალურად სად აი უშუალოდ ჭრილობაზე უნდა იყოს, რა სიძლიერის უნდა იყოს ეს წყლის ჭავლი. ეხლა რა თქმა უნდა ძალიან ახლოს არ უნდა იყოს, იმიტომ რომ აზიანებს, აი რაღაცა თქვათ, უნდა იყოს 15-20 სანტიმეტრი დაშორებული და არა დიდი ჭავლე. ძალიან კარგი არის თუ ესა თუ ნაზად მოდის ეს, აი თქვათ იმაში რა ქვია იმას ყურმილით, აი წყლის ყურმილით, სადაც ნაწილდება, ხო? უკაცრავად ამავიწყ. სადაც ნაწილდება და ზომიერად და დიდი სიმძლავრით არ ეცემა. ეს უფრო კარგი ვარიანტია. ну თუ ეს არა გვაქვს, როგორც ვთქვით, შეგვიძლია ტემპერატურა ვთქვათ, ოთახის ტემპერატურა ან ცივი. ოთახის ტემპერატურის წყალიც, ახლა თუ არ მოდის ონკანში წყალი, ოთახის ტემპერატურის წყალიც აბსოლუტურად მისაღებია. ну წყალი არ უნდა იყოს თბილი ერთადერთი. არ უნდა იყოს თბილი და რამდენი ხანი ესე ხანგრძლივობაც კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ? 20 წუთი, აი 20 წუთი, მაგრამ ხანდახან გვეუბნებიან, რომ აი პატარა ვთქვათ 20 წუთი როგორ დავადო ყინული. კი ბატონო, 5 წუთი დაადეთ, მოხსენით, აღდგეს კიდურის ან დაზიანებული ქსოვილის ტემპერატურა და შემდგომ კიდე დავადეთ, კიდე 5 წუთი, კიდე მოხსენით 20 წუთი, მაინც რომ სრულად ედოს ეს ყინული. კი ბატონო. ამის მერე უკვე გარანტირებულად გვაქვს, რომ ქსოვილის ყდომა არ იქნება ქვედა ფენების ყდომა არ იქნება, აღარ ხდება და აი ამ შემთხვევაში თუ ვიცით რომ მართლა პირველი ხარისხის დამწრობაა, ტკივილის შესამსუბუქებლად შეგვიძლია მივცეთ ესა წაუსვათ აი ეს მალამო, ხო? დიახ, ეს მალამო. ოღონ აქვე გავთხილებთ ამთა. ძალიან სიფრთხილედ ხმარობთ ალერგიულ მდგომარეობაში ყოფ ადამიანებთან და ბავშვებთან, ალერგიულ განწყობის ბავშვებთან. იმიტომ რომ ვერცხლის წყალი თვითონ სამწუხაროდ ზოგჯერ გვაძლევს ალერგიას. და ეს კანის შეხება, როდესაც ან კანის თვლიანობა ოდნავადაც რო იყოს დაზიანებული, ეს უკვე ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამიტომ ცოტა გავთამამდი და კი გითხარით, მაგრამ მაინც ვიცოდეთ, რომ ეს მაინც ალერგიას იწვევს, ძალიან იშვიათ, მაგრამ მაინც დაფიქსირებულია და კიდევაც უწერია ამ მედიკამენტს. აუცილებლად დიდია თუ პატარა, ეს არის ძლიერი ტკივილი და ბავშვს ვაძლევთ ტკივილგამაყუჩებას, რომელიც პირველი რიგის პრეპარატად გვახსოვს, ბევრჯერ გვიხსენებია, არ არის ნუროფენი, არ არის იპუბროფენი და ეს არის თქვა პარაცეტამოლი, ან ტაილენოლი, თქვა ვისაც აქვს ეს პრეპარატი. ეხა თუ თვალებზე ან სახეზე მოხდა ამ რაღაცა დამწრობა, ან ქიმიური ნივთიერების შევსხმა და იმითი დამწრობა, აუცილებლად თვალი ძირეცხება ამ გამდინარე წყლით,
ისიც თამთა 20-30 წუთის განმავლობაში. სამწუხაროდ არის ხოლმე რომ აი ქუთუთოზე ან წამწამზე შეიძლება დარჩეს ნივთიერება და დახუროს თუ არა ბავშვმა ის ამორეცხილი თქვათ თვალი იმ წუთში ჩავიდეს ის ამდენად აი დიდხანს ხდება მობანვა არ გაგიკვირდეთ მაგრამ ყოფილა ესა და ეს ხო ახლა ჩვენი მოგონილი არ არის სტატისტიკურად ასე ხდება ხო ქალბატონი წავიკითხავ აქ რამდენიმე კითხვა კი ბატონო და მე გავაგრძელოთ ხო ან შეიძლება ისედაც ემთხვევა ზუსტად იმას კი ბატონო აქ ერთი ეხება საკვების გადაცდენას და ამაზე მინდა გითხრათ რომ უკვე ისაუბრა ქალბატონმა ირმამ და თუ კი გადაახევთ აი ჩვენს ვიდეოს დასაწყის ნაწილში მიიღებთ პასუხს აუცილებლად. როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვმა მედიკამენტები გადაყლაპა ეს დასაწყისში? დიახ, მოწავლაზე. კი, აი ხა მინდა გადავიდე სწორად აი ამ დამწრობას მოვჩებით ამთა და შემდგომი კარგია მაგ კითხვას უპასუხებ, დავიწყებ მაგეთი. ეხლა რა მინდოდა იცით რა ეხლა ძალიან პოპულარული ხდება და შემოდის და ყველა შენობაში ყველა ორგანიზაციაში რაღაცა სქემები კეთდება ხო სადაც აი ვთქვათ როდესაც აი ვთქვათ ან ხანძარი ან რაღაცა ცუდი შემთხვევები ხდება აუცილებელია რომ ჩვენ უფროსებმა და კარგია ზოგი პირდაპირ ტრენინგს უტარებს აი სკოლებში მე ვიცი უცხოეთში ტრენინგები ტარდება სადაც ვთქვათ ხანძრის ან უბედური შემთხვევების შემთხვევაში თავის დაღწევის გეგმა და მარშრუტებს ასწავლიან ესეც ახლა ჩვენთან უსაფრთხოებაც აუცილებელი შემოდის ყველა ორგანიზაციაში უკვე იცით თქვენც და აუცილებელია რომ ბავშვს პატარაობის ასაკიდან აი ჩვენ ეს მშობლებო მინდა ასწავლოთ თქვენ შვილებს რომ მაინც ყველა შენობაში სადაც არ უნდა შევიდეს ბავშვი პირდაპირ ტრენინგზე ახლა დავსწრები უცხოელების ტრენინგს პირდაპირ პირველი ბავშვს ასწავლეთ ეს მწვანე ხაზები საიდანაც ხდება შენობიდან გამოსვლა და ეს მართლა უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია არის და ბევრჯერ გადაურჩენია დიახ და ეს მინდა რომ მშობლებს მივაწვდეთ. კი ბატონო, ერთს დავამატებ უბრალოდ რომ ნამდვილად საქართველოში და ვიცი საერთაშორისო სკოლა რამდენიმე რომელიც აი ეს ავარჯიშებს და ალბათ იმის ხაზგასმაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვებს ეს აი მე მაგალითად რაც მინახავს ხშირად საკმაოდ რთული ახსაქმელია ბავშვისთვის ხო უბრალოდ ამ სქემის სწავლება სულ არაფერს ალბათ ჯობია მაგრამ ალბათ თქვენს დამეთანხმებით რომ პრაქტიკული გავარჯიშება ამუნ არის რომ ვთქვათ ეს სრულ განგაში სკოლაში და რეალურად რა უნდა გააკეთო რომ ყველაფერი დატოვო და გახვიდე და სად უნდა გახვიდე რომელ გასასვლელი ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ხო მე როგორც ხობალი ნამდვილად ვისურვებდი რომ თეორიის გარდა პრაქტიკულადაც გავარჯიშონ ბავშვები მანდაც წესებია თამთა არ ვიცი დღეს ამდენად მოვასწრებთ და თუ მოგგვეცემა საშუალება კიდე აი მე შემიძლია ის წესები გითხრათ თანმიმდევრობით რა უნდა გავაკეთოთ და როგორია რომ სწორე ვიქცევით არ ვიქცევით მე სწორად და რომ მეგონა რომ სწორედ ვაკეთებდი რაღაცა პრაქტიკულ მეცადინობის დროს აბსოლუტურად დიდი შეცდომა დაუშვი და ეს როგორც წესი აი ბავშვებს კარგია მოუცხოეთ შეგვიძლია ამასაც საკეთ ჩართვა კონდეს ხო აქ იგულისხმობთ ალბათ ხანძარს მიწის უბედური შემთხვევა მიწისძვრა გრევა შენობის ვთქვათ ხო ან რაღაცა ან ვთქვათ ქარის შემთხვევაში აი როდესაც ან თუნდაც ახლა უბედური სცენარია მაგრამ ვინმე თუ არის აი ეს უბედური შემთხვევა დიახ მაგალითად ბათუმში რაც მოხდა თურმე გაანალიზდა და ვთქვათ იმ შეიძლებოდა ვთქვათ ეს რო ცოდნოდა ბავშვებს სამწუხაროდ ამდიდებს ამაზე კი ბატონო ეს ძალიან კარგი იდეა დარწმუნებული რომ სმენელსაც დაინტერესებს ამაზეც ვისაუბროთ ეხა სანამ გადავალ უცებ ვიტყვი რომ ამ დამწრობას უცებ ვიტყვიებს ზიზდაბრას და სითბურ მდგომარეობის გადახურებას რომელიც ასოცირდება ამ ახლოს არის იცით მოთენთილობა გადახურება ტემპერატურის რეაქცია თქვა ზიზდაბრა ხო ან სითბურ გარემოში დიდხანს სული რო გვეხუთება რომ ძალიან ცხელა ხო გულის წასვლის სიმპტომები ამ დროს აქროლება ხდება და სითხის კარგვა და ელექტროლიტების კარგვა ხდება კანიდან. ამ შემთხვევაში აუცილებლად რა შესაბამისად უნდა მივცეთ დატვირთვა თუ ელექტროლიტები არ აგვაქვს და ჩვენ ჩანთაში მეგობრებო აუცილებლად უნდა ჩავდოთ ელექტროლიტები. არის საბავშვო ელექტროლიტები, იცით სხვადასხვა შეფუთვის, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფასის და არის დიდების ელექტროლიტები. ნუ სასურველია ასაკის და მიხედვით მაინც გქონდეს ამ ჩვენ ჩანთაში ეს ელექტროლიტები, თუ არა გვაქვს მინერალური წყალი, რომელიც ახლა
იქვე შეიძლება მალევე მივაშველოთ ადამიანს, ვისაც სითბური გადახურება ამ მზის დაკვრა აქვს და პირველი არის რომ ისიც კარგია ცივი ტილოს დადება თავზე, ან ცივი გრილშხაფში შესვლა, რომ მოხდეს ეს სითბური ენერგიის გადანაწილდება, ხო, რომ არ გავცელდეს ეს სითბური ენერგია. თუ ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდება და ხო არის ბავშვი რომ უარს ამბობს და არაფერს არ დალევს და გრძელდება ცნობიერების დათრგუნა, ანხებინება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ვკრეკავთ 112-ზე და უკვე წაყვანილი უნდა იყოს ბავშვი და ის ელექტროლიტების გადასხმა უნდა მოხდეს, რაც დაკარგა ბავშვმა. პირველი ესე იგი როგორც გითხარით, გაგრილება არის სხეულის და ელექტროლიტების მიცემა. ხანდახან ასეთ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ესე იგი ტკივილი თავის, აი მზის დაკვრა მომივიდა და თავი მტკივა. აბსოლუტურად ნორმალური რეაქცია, მართლა არის ეს თავის ტკივილი. სიმპტომები ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ტკივილგამაყუჩებელი, ისევე პარაცეტამოლის სახით შეგვიძლია დავალევინოთ ბავშვს. კარგით, ეხლა მაშინ გადავიდეთ ზუსტად ამ კითხვაზე, რაც შეეხება მოწამლებს, იმაზე ვისაუბროთ. ხო არ იყო აქამდე რამე გაუგებარი ამ საკითხი? არ იყო ერთი კომენტარი მოგვივიდა, რომ საბავშვო ბაღშიც ვაკეთებთ ამის იმიტაციასო, ხო, ან საგანგებო სიტუაციაა და ძალიან მიხარია, ძალიან გულწრფელად. რა კარგია, რა პროგრესულია. ნამდვილად. დიდი მადლობა საბავშვო. ესე იგი ერთი კითხვა, მოდით ძალიან მოკლედ, ესე იგი მედიკამენტებზე, მეორე კითხვა ეხება ქლორით მოწამლას, ანუ კიდე მოწამლას, დიახ. მოწამლაზე საუბარი და გვაქვს კიდე მესამე, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს იმ მდგომარეობამ, როდესაც ბავშვს ხშირად უდევს პირში უცხო სხეული, ნებისმიერი სტრუქტურის სათამაშო, პლასმასი, ხე, მეტალია. აი სამი კითხვა გვაქვს და მოდით ამ კითხვას უპასუხებ, იმიტომ რომ მოწავლებს ახლა ვიწყებთ და მესამე კითხვით დავიწყებთ ამთან. ეხლა პირველად სამყაროს შეცნობა ხა ყველამ ვიცით და თქვენ ფსიქოლოგებს ანდებით და რამდენი თემა გქონიათ ამ გაგიშუქებიათ ამ პლატფორმიდან, რომ ეს არის ნორმალური ამბავი, რომ ბავშვს რაღაცა პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა საგანი 2 თვის ბავშვს უკვე ხელი მიაქვს პირში და იწყებს შეცნობას, ხო? მე ეს ხელი ჩანაცვლებას ესა რაღაცა მითი მასალით, ან სათამაშოთი, ან საკვებით, ან რაღაცით, მაგრამ გვაქვს ხოლმე ხანდახან ისეთი შეფერხებული მდგომარეობები სამწუხაროდ და ხა იციან ჩვენ მამშობლებმა კარგად, რომ ეს ბავშვის პირში საგნის ჩადება მუდმივია, ხო? და ეს უკვე არის სხვა პრობლემა, როდესაც სენსორული პრობლემა, რასაც სენსორული პრობლემა ეწოდება და სენსორული მოთხოვნა, რომ რაღაცა კონდეს ბავშვს პირში. აი განსაკუთრებით ეს მდგომარეობა არის საშიში. ასეთ შემთხვევაში რა უნდა ურჩიოთ მშობელს, აუცილებლად რომ პირველი თერაპიები და მეორეც ერთი ისე ოკუპაციური თერაპევტი ეტყვის იმ ჩაანაცვლებს იმ არასაშიშ საგანს, რასაც არ ძრება არც ბორბალი, არც რაღაცა ნაწილი, ან საკმაოდ დიდი ზომის არის და დაცულია, იმიტომ რომ ამ ეტაპს ცოტა ძნელად ვერ ერევიან სპეციალისტები და გარკვეული დრო გჭირდება, ვიცით ხო, თამთა რაღაცა თვეები ჭირდება, შეიძლება წელიწადი დაჭირდეს, რომ ეს სენსორული პრობლემები დაძლეული იყოს და ამ შემთხვევაში, რომ დაცული იყოს ბავშვი, აი აუცილებელია, რომ კონსულტაციის მიღება ოკუპაციური თერაპევტისაგან და არის სპეციალური ინვენტარი, რომლის გამოწერასაც აკეთებენ მშობლები და იცით რომ მშობლებო რომ ეს ძალიან ბევრი ტუბები, საღეჭი ნივთიერებები, რომელსაც ბავშვს მუდმივად პირში აქვს, სპეციალური პლასმასისაგან არის გაკეთებული, რომელიც ქიმიურად კარგი შემცველობის არის და არ დააზიანებს და ინტოქსიკაციას არ მისცემს ბავშვს და აი ამით ჩავანაცვლოთ თამთა ეს დამაიმედებელს ამ წუთში ვერაფერს ვერ ვეტყვი, მაგრამ მარტო პედიატრის კომპეტენცია არ არის ეს სამწუხაროდ და აუცილებლად ოკუპაციური თერაპევტის ჩართვა დაგჭირდება. კი ბატონო. დაახლოებით 10-12 წუთი გვაქვს დარჩენილი და ვფიქრობ, რომ აი მოწამვლის თემას დიახ, გადავიდეთ კარგით მოწამვლებზე. ეხლა მოწამვლა ბავშვის ხდება სხვადასხვანაირად, სხვადასხვა ნივთიერებებით. ეს არ არის აუცილებელი, რომ შხამი დალიოს მაინდა-მაინც. შეიძლება შეისუნთქოს, შეიძლება კანზე შეიზილოს, შეიძლება ინექციით მოხდეს და შეიძლება სამწუხაროდ ტაბლეტი და რაღაცა მედიკამენტი გადაყლაპოს ბავშვმა, ხო? ეს ძირითადად ეს
ეს მოწამლების შემთხვევაში გვეშინია, რომ ორგანიზმში კუჭში არ მოხდეს პირველ რიგში საიდანაც ხდება სასწრაფო წესით გაწოვა და ყველაზე დამაზიანებელი ყველა ორგანო არის, მაგრამ უფრო არის თირკმელი, როდესაც თირკმელში გადადის ეს მომწავლებელი ნივთიერებები, მაშინ ძალიან მძიმედ მიდის მდგომარეობა. ეხლა, როდესაც სხვადასხვა ტიპის მოწამვლებია, მოდით დიფერენცირება გავაკეთოთ და გამოვყოთ. ძირითადად არის მაგალითად მედიკამენტოზური მოწამვლა, ხო? ხშირად ბავშვებს აინტერესებთ მშობლების, ბებია-ბაბუების წამლები, ჩანთები, რასაც ხსნიან და სამწუხაროდ ყლაპავენ. ასეთ შემთხვევაში, თუ ხედავთ, რომ ვიცით უკვე რითი არის რა დალია ბავშვმა, აუცილებლად ვაკეთებთ ბავშვის კუჭის ამორეცხვას. ეხლა როგორ ვაკეთებთ, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ვრედკავთ სასწრაფოში, რა თქმა უნდა, თუ გვაქვს საშუალება მანქანა თუ გვყავს და მიყვავს ბავშვი ნებისმიერ ახლოსდებარე კლინიკაში, მაგრამ მანამდე მინდა გირჩიოთ, რომ ვაკეთებთ ჩვენ სოდიან მარილიან წყალს, ან და თბილი მინერალური წყალი, რომელსაც წამში ან დუღარეს დავასხავთ და ეხლა იმის გათბობას აღარ ველოდებით, მინერალურ წყალში დავასხავთ ცხელ წყალს და ის არის უკვე თბილი წყალი, ელექტროლიტებით გაჯერებული წყალი, რომელსაც ვასმევთ ბავშვს, ან მარილიანი სოდიანი წყალი თბილი აუცილებლად თამთა ეს იძულების წესით ვასმევთ ბავშვს და თბილი წყალი უსიამოვნო დასალევია რა თქმა უნდა მე ვიწევთ ხებინების რეფლექსს ჩვეულებრივად მარტივად ხო ხელს დავაჭერთ ენის ძირზე და ბავშვს ვაიძულებთ რომ აღებინოს შეიძლება დავინახოთ ის პრეპარატები, რომლებიც წამოაღებინა ბავშვმა. მაგრამ ხო შეიძლება რომ ვერ დავინახოთ და არა ვარ დარწმუნებული, რამდენი პრეპარატი აქვს ჩაყლაპული ბავშვს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ვასმევთ და ჩვენ სამედიცინო ჩანთაში გაჩნდება კიდევ ახალი, ეს არის სამედიცინო ნახშირი. ჩვეულებრივი შავი ნახშირი, რომელსაც 1 კილოგრამ წონაზე 10 კილოგრამ წონაზე ერთ თავს ვაძლევთ, 10 კილოგრამი თუ არის ბავშვი 1 ან 2 აბიც, ნახშირი მეგობრებო არასოდეს ბევრი არ არის, მისგან მოწამვლა ხარ თუ მუდმივად და ერთი კვირა არ ვსვით, რა თქმა უნდა, არ ხდება, ერთჯერადი დალევა, შეგიძლიათ 2-იც მისცეთ 1 წლის ბავშვს, 3-იც და 4-იც. ანუ თუ ბავშვს შეუძლია ყლაპვა, რა თქმა უნდა, ამ ნახშირს გადავაყლაპებთ. ამ ხებინების შემდგომ თამთა და უკვე გადავდივართ კლინიკაში, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ დარწმუნებული, რამდენი პრეპარატი ამოიღო, რამდენი აბი და რამდენის გაწოვა და დაშლა ხდება კუჭ-ნაწლავში. ამდენად მივდივართ სამედიცინო დაწესებულებაში. ეხლა ცოტა მძიმედ არის საქმე, როდესაც არის სითხით. მოწამვლა ხშირად არ ვიცით რა დალია ბავშვმა. შეიძლება დალია მაგალითად ტუტე რა არის, თქვათ აი ქლორი. დიახ და შეიძლება დალია რაღაცა მჟავა, მარილმჟავა, ხანდახან არის ხოლმე სახში, ისა ძვრის მჟავა არის სახში შეიძლება იყოს და აი ამ ორ ნივთიერებას ან რაღაცა თქვათ ესეთ ქიმიური ნივთიერებები. თუ დავინახავთ და თუ აი ცოტა ქიმიაც გვესმის ეს მჟავა არის თუ ქლოროვანი სითხე, აუცილებლად ამას ვაკეთებთ ამის შეფასებას, აუცილებლად ბავშვს ვასმევთ იმის საწინააღმდეგო სითხეს, რაც მან დალია. მაგალითად, თუ დალია ქლორი, რომელიც არის ტუტე. ჩვენ ვასმევთ მჟავას და მჟავა ყველას გვაქვს სახში ძმარი, ხო? წყალში, ჩვეულებრივ სასმელ წყალში, ონკაინ წყალში აღარ აქვს მნიშვნელობა გადადუღებულ და გაცივებულ წყალს, გაურევთ ძმარს, ისე რომ მჟავა ნივთიერება მივიღოთ და ვასმევთ ამ მჟავას. ანუ ვაკეთებთ განეიტრალებას. ერთი ნივთიერებისას მეორე, რომ არ მოხდეს დაწვა საყლაპავის და კუჭის. არავითარ შემთხვევაში შეაბლებო არ ხდება ასეთ შემთხვევაში ღებინების გამოწვევა. და რატომ? თუ ტაბლეტზე ვაღებინებინებთ ბავშვს და შემდგომ ისა ნახშირს ვასმევთ, აქ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი სვამს ამას, გინდა არ გინდა მაინც ხდება დამწვრობის მიღება. და როდესაც ჩვენ ვაღებინებთ ბავშვს, მეორადად ვიწყებთ უკვე ვაიძულებთ ორგანიზმს, რომ დამწვრობა მიიღოს. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ გამანეიტრალებელ სითხეს დავალევდეთ. ხოლო რაც შეეხება თუ მჟავა აქვს დალეული, შემდგომ ვაკეთებთ უკვე გამანეიტრალება, ხა მჟავის გამანეიტრალება, ისე უბრალოდ სოდიანი წყალი, რომელიც ტუტეს მივიღებთ, ხო სწორია? აი სოდიან წყალს გავხსნით, უცებთ ჩვეულებრივ წყალში თვალით, რა თქმა უნდა, და იმას დავალევინებთ და სასწრაფო წესით ბავშვი გადადის კლინიკაში.
ანუ ეს არის ეს განსხვავება. მაგრამ ხანდახან აი თამთა შეიძლება ასეთ კითხვას დაგვესვა ან ეხლა რომ თქვათ მე არ ვიცი რა დავალებინ, რა დალია ბავშვმა. ბოთში რა იყო აღარ მახსოვს, ხო? ასეთ შემთხვევაში თუ გვაქვს რძე, აი სულ ერთია თუ ეს არის ფორმულა, თუ მაცივრის რძე, თუ რაღაც არ აქვს მნიშვნელობა, გამოგვაქვს რძე და რძეს ვასმევთ. რძე არის ის ნივთიერება, რომელიც აი საკლაპავის და კუჭის დამწრობას ასე თუ ისე ცოტა ხანს სანამ ბავშვი კლინიკაში გადავა შველის ამ მდგომარეობების დროს. ეს არის ამ დამწრობაზე, თქვათ მოწამვლაზე. ეხლა იმ შემთხვევაში, როდესაც თქვათ არასასურველი საკვები მიიღო ბავშვმა. ისევ და ისევ იმ საკვების ამოღებინებაც კარგია თუ შევწელით. ანუ იგივე რაოდენობა, დიდი რაოდენობა მინერალურ წყლის, ან სოდიან მარილიანი წყლის დალევა და ვაღებინებიებთ ბავშვს და ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ვიქცევით როგორც მედიკამენტოზური მოწამვლების შემთხვევაში ვაძლევთ ისევ 10 კილოგრამზე 1 ტაბლეტ ნახშირს ან უფრო მეტს ბავშვს. ასეთ შემთხვევაში არის მოთენთილი, ასთენიური თავის ტკივილები, ინტოქსიკაცია მიდის. ну კარგია ახლა თუ გვაქვს საშუალება და ბავშვი თუ ვერ გამოდის მდგომარეობდა რომ კლინიკაში მოხდეს ეს ბავშვი და მოხდეს ამორეცხვა უკვე ზონდით. აქ ერთი კითხვა საღეჭ რეზინთან დაკავშირებით, ან საღეჭი რეზინის ყვაპაზე გითხარით რა ხდება ამ დროსო? როგორც წესი კი არის ეს საშიში და გვეშნია ხოლმე განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვები, როდესაც ხშირად ყვაპავენ საღეჭ რეზინას, რა თქმა უნდა არ არის სასურველი ამის ჩაყლაპა, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ კუჭის მჟავა, კუჭის წვენის სიმჟავე კარგად ერევა ამ საღეჭ რეზინას და კარგად ჩლის და ამდენად მისგან ინტოქსიკაცია არ ხდება და ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ აღეჭინოთ და ვაყლაპიოთ, რა თქმა უნდა, ბავშვი, მაგრამ საშიში სიცოცხლესთან საშიში მდგომარეობა ეს არ არის და არ შეგვეშინდეს. ეხლა თუ გვაქვს, კითხვები მეტი არ გვაქვს ამ ეტაპზე. ეს ჩანთა ხომ არ შევაჯამოთ? კი, ჩანთა მინდოდა შემეჯამებინა, თუ ვასწრებთ უცებ აი 3-4 წუთი თუ გვაქვს ჩანთა ალერგიულ მდგომარეობებსაც გეტყვით, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი მინდოდა ნაკბენზე ალერგიაზე მეთქვა, მოკლედ უცებ ჩვენ წინა ჩართვებში მქონდა კვებითი ესე იგი ალერგენების შესახებ და მარტო კვებითი არ არის ვიცით ალერგენები, არის ხოლმე თქვათ სხვადასხვა მედიკამენტი, სხვადასხვა ნივთიერება, შეიძლება იყოს კონტაქტური ალერგია, ანუ დერმატიტები, ხო, როდესაც რაღაცა ნივთიერებები გვიღიზიანებს და შეიძლება იყოს ჰაერით მიღებული, თქვათ, ხეებიდან, აი ხო არის რა ალვის ხეები, იქიდან მიღებული ალერგია. ასეთ შემთხვევაში რისიც გვეშინია, პირველი ეს არის ანაფილაქსია და ჩვენ ამაზე გვისაუბრია ბევრჯერ, რომ ანაფილაქსიური შოკი არ მოხდეს და აუცილებლად გვეშინია კიდე კვიკე შეშუპება, ჭინჭრის ციება, ესენიც გვაქვს, რა თქმა უნდა, არ გაგვივლია ასე დაწვრილებით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი და რამოდენიმე სიმპტომი, რის დროსაც გვეშინია, რომ არ განვითარდეს შეშუპება ხორხში. და არ მოხდეს ხორხის ჩაგეტვა, ხო? და სუნთქვის აქტის გაძნელება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ სამედიცინო ჩანდაში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ანტიალერგიული, ანუ როგორც უწოდებთ, ანტიჰისტამინური მედიკამენტი, როგორც წესი ეს იციან მშობლებმა, არის რამდენიმე თაობის, ხშირად ბავშვები მშობლები ხმარობენ ფენისტილი, ფენკაროლი,ერიუსი, ძირითადად ეს ნივთიერებებია, რომელიც თითქმის ყველა ალერგიულ ბავშვის მყოფ ოჯახში არის. ძალიან კარგია ამ ჩვენ სამედიცინო ჩანთაში, რომ გაჩნდეს ეგრეთ წოდებული დექსამეტაზონი ან პრედნიზოლონი, რომელიც არის ჰორმონალური პრეპარატები და ეს კეთდება ან პირში შესხმა ხდება ძლიერი ალერგიების დროს,
ბავშვო ტრავმა არ მივაყენოთ და ინექცია არ გავუკეთოთ, ახლა ვენაზე არა გვაქვს საუბარი, ხო, კუნთში ინექცია. შეგვიძლია პირდაპირ ამოვიღოთ შპრიციდან და პირდაპირ განვაზაოთ წყალთან და პირის ღრუში ჩავასხათ. ანუ ესეც არის თქვა ეს ორი ჰორმონალური პრეპარატი სავალდებულო, რომ ჩვენ სამედიცინოს ჩანთაში გაჩნდეს. და კიდევ კარგია ეპინეფრინის ქონა იმ შემთხვევაში, ოღონდ მედიცინის მუშაკის გარეშე ეპინეფრინის ხმარა არ შეიძლება, მაგრამ თუ გვაქვს მაინც კარგია, იმიტომ რომ შეგვიძლია მივიღოთ კილოგრამ წონაზე უკვე ექიმი ეტყვის რამდენი უნდა გაკეთდეს, აი თქვათ იგივე ანაფილაქსიური მდგომარეობების დროს. კარგით, ეს აი კიდე ესე იგი რაც თქვათ მოვასწარეთ დღევანდელ თემაში, ბოლომდე არ შეგვივსია ეს ჩვენი სამედიცინო ჩანთა, მაგრამ იმედოვნებ, რომ რაღაც თუ გვექნა საშუალება კიდევ დავამატებთ. თუ რამე კითხვა არის გისმენთ თამთან თუ შემოვიდა. აი ერთი ბოლო კითხვა და ამით უნდა დავასრულოთ უკვე ნამდვილად, ეს არის ძაღლის ან სხვა ცხოველის ნაკბენის დროს როგორ ვიქცევით შეიძლება. ხო, ესეც საკმაოდ ისეთი თემაა და მინდოდა გამეშალა არა მარტო ძაღლზე და არამედ მწერებზე, მაგრამ თუ მოგვეცა საშუალება კიდევ ვისაუბროთ, უცებ გეტყვით. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ამ ძაღლის კბენის შემთხვევაში, ჩვენ გითხარით უკვე, რომ ყველა ჭრილობა მუშავდება ნებისმიერი ტიპის ჭრილობა, ისა წყალბადის ეჟანგით. აი ნაკბენი არის ის შემთხვევა, როდესაც უნდა მოხდეს სარეცხი საპნით, ან ნებისმიერი საპნით ჩამობანა ჭრილობის და გამდინარე წყლით. სულ ერთი არის ნაკბენი იქნება, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ტუტე ნივთიერების ჭრილობაზე შეხება და შემდგომ უკვე სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება სხვა ტიპის დამუშავება. ასევე იცით, რომ ძაღლის ნაკბენის დროს კეთდება სავალდებულო ვაქცინაცია, რაც შეიძლება მალე. ნუ ყველაზე დიდი შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეიძლება წაიყვანოთ, მაგრამ სავალდებულო არის 24 საათში, რომ გაკეთდეს ეს. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ან კატა, ან მხნელი, ან ესე იგი ვთქვათ, ახლა ვის ყავს, ახლა მელა, მაგრამ მელაც საშიშია, იმიტომ რომ გადამტანია, მხნელებს გადააქვთ ეს ცოფის ვირუსი, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს. მაგრამ თუ მეკითხებიან, აი მყავს ძაღლი, მაგალითად ასეთი კითხვები გვაქვს ხოლმე, რომელიც ჩვენი ეზოს ძაღლია, თუმცა პარკეტის ძაღლი არ არის. აი ესეთ შემთხვევაში თამთა მაინც საშიშია. ასეთ შემთხვევაში ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ შეიძლება ვთქვათ, გადავდოთ 2-3 დღე მხოლოდ და მოვახდინოთ ძაღლზე დაკვირვება, როგორც წესი 10 დღე აკვირდებით ცხოველს. 10 დღის განმავლობაში თუ ცხოველი აქტიურია, იღებს სითხეს, იღებს საკვებს, მას არ აქვს ცოფის ვირუსი. და ამ შემთხვევაში 2-3 დღის განმავლობაში ამ ჩვენ ძაღლს ვაკვირდებით და შეიძლება შემდგომშიც, მაგრამ მე მაინც გირჩევ პირველი ვაქცინა მაინც გაკეთდეს ამ 2-3 დღეში და როგორ კეთდება, იცით, პირველი ამ 10 დღის განმავლობაში ასწრებს ვაქცინა 5 კომპონენტად კეთდება, ანუ 5 ჯერ უნდა მივიდეს პაციენტი და ამ 10 დღეში ასწრებს 3-ს ან 2-ის გაკეთებას. ანუ ბოლომდე ვაქცინირებული არ ხდება ადამიანი, ვიცი რომ არავის არ ეხალისება ეს ცოფის ვაქცინის გაკეთება, მაგრამ როდესაც სავალდებულოა, აი ასე შეგვიძლია მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ თქვენ თვალწინ დარბის ეს ცხოველი. მაგრამ თუ ცხოველი ქუჩის არის, აუცილებლად გირჩევთ ყველას, არ ვენდოთ, რომ აი თქვა იქნება არ იყო და იქნება ეს არის და რაღაცა, აი ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ გააკეთდეს ვაქცინა. უღრმესი მადლობა ქალბატონო ირმა, აი ესეთი ინფორმატიული ჩართვისთვის, თქვენი ყველა ჩართვა არის ყოველთვის საინტერესო მნიშვნელოვანი მშობლებისთვის, მაგრამ ეს დღევანდელი მე მგონი საერთოდ არავინ არ მეგულება, ვისთვისაც შეიძლება აქტუალური არ იყოს, ხო? ანუ სამწუხაროდ ნებისმიერ შეიძლება დაგჭირდეს და ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე გასაგები. მადლობა თქვენ. მოგვეცით ამდენი საჭირო მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც თქვენ ვეცდებით, რომ მე ბეჭდური სახით ეს პატარა პოსტერებიც მოვამზადოთ და კი ბატონო. მსმენელს დიდი მადლობა აქტიურობისთვის და ასევე ვთხოვს მსმენელს, რომ გაუზიარონ ეს ლაივი მათ, ეს ჩანაწერი მათ, ვისაც შეიძლება იყოს საინტერესო და როგორც თქვი, მე მგონი ყველა მშობლისთვის არ მეგულება არავინ
ვინც შეიძლება ამ სირთულეების წინაშე არ დადგეს და ძალიან მიხარია რომ ესე ჩვენი გამხნევებით და ახალისებით დაიწყეთ ქალბატონი ირმა რომ არ უნდა შეგვეშინდეს ხო ალბათ ესეც არის პრობლემა რომ ჩვენ ამას არ ვსწავლობთ სადღაც რაღაცა საფეხურებზე ხო ანუ და არ გვაქვს ეს თავდაჯერებულობა და მზაობა რომ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის ვიყოთ მზად უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელს და დროებით გემშვიდობებით ქალბატონი ირმას თქვენ აუცილებლად იხილავთ ჩვენს პლატფორმაზე უახლოეს მომავალში კიდევ დიდი მადლობა გემშვიდობებით დიდი მადლობა მოსმენისთვის ნახვამდის